ქართული ჯარის ახალი ბატალიონის პირველი სწავლება ორფოლოს პოლიგონზე დღეს სამხედროებმა სპეციალური ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფი გამოსცადეს, რითაც ორთვიანი მოსამზადებელი ეტაპი დასრულდა. პირობითი მოწინააღმდეგის ჯავშან ტექნიკა დღეს ორფოლოზე წარმატებით გაანადგურეს. ურაველი რიონი ვარ. დუელი მიღებულია. ეს ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონია ჯარის ესახეობა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სპეციალურად შეიქმნა. ორფოლოს პოლიგონზე ფაგოტის ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით შეერაღებულმა სამხედროებმა შეტევაზე ჯავშან ტექნიკით მოლოდინად გადმოსული მოწინააღმდეგე მაქსიმალურად მცირე დროში უნდა გაანადგურონ. ფაგოტის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გარდა ბატალიონის ჯარისკაცები პირობით მოწინააღმდეგეს RPG-7 ტიპის ყუმბარ-ყორცნებითა და სრულკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითაც ანადგურებდნენ. სპეციალიზაციის კურსი მიმდინარეობდა. მომზადდა ფაგოტის გათვლის მეთაურები, ოპერატორები, მეტყვიამფრქვევები, ყუმბარ-ყორცნელები, 100 მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხის გათვლის მეთაურები, მემიზნეები, გათვლის ნომრები და ამავდროულად შტაბმა, მართვის ცენტრმაც გაიარა თვნები. ანტისატანკო ბატალიონის სამხედროების თავდასხმის მოგერიებაში MT-12 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებით შეერაღებული 20-ულიც ეხმარებოდა. რამდენიმე ათეული გასროლის შემდეგ პირობითი მოწინააღმდეგის ჯავშან ტექნიკა მთლიანად განადგურდა. ჩვენ თავდაცვით გეგმაზე, დაყრდნობით ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობის განვითარების გეგმაზე შეიქმნა ესეთი ტიპის ქვედანაყოფები და ზოგადად შეიქმნა ანტისატანკო ტიპის სწავლების გეგმა, რომელიც გავრცელდება საქართველოს შეერაღებულ ძალებში კიდევ სხვა ქვედანაყოფებს. ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონის საჩვენებელ წვრთნას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული საელჩოების სამხედრო ატაშეები და ევროკავშირის სამხედრო დამკვირვებლებიც დაესწრნენ. იმ დროს, როდესაც მინისტრი ბრძოლის ველს დურბინით ათვალიერებდა, მოწინააღმდეგეზე შეტევა ქართველმა არტილერისტებმა განახორციელეს. მოწინააღმდეგის სატანკო შეტევას ქართულმა ჯარმა ღირსეულად უპასუხა. ქართველი არტილერისტები ახლა მტრის დარჩენილ ნაწილებს ანადგურებენ. საჩვენებელი წვრთნის დასასრულს პოლიგონზე მოწინააღმდეგის მიერ დატოვებული პოზიციების გასაწმენდად ქართველი ტანკისტები გამოჩნდნენ. ტანკისტებს პირობითი მოწინააღმდეგის დარჩენილი ნაწილების განადგურებაში მეტყვიამფრქვევებიც ეხმარებოდნენ. შესაბამისად პრაქტიკულად არ იყო, კმაყოფილი ვარ. იმით ვარ კმაყოფილი, რომ ეს ბატალიონი ახალ შექმნილი 2 თვის შექმნილია და საკმაოდ კაი შედეგი ნახეთ თქვენ თვითონ. ამოცანა არის ბოლომდე შესრულებული და კმაყოფილი ვარ ამ სწავლებით. პირველი ქართული ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონი მომზადებას არც სპეციალური კურსის დასრულების შემდეგ შეწყვეტს.